შეხედეთ. დაგიფასდათ შრომა მეგობრებო, ვინც მუხლებზე იდექით იმისთვის, რომ iPhone 17 გეყიდეთ, მაგრამ ჩვენ მუხლ-ჩაუქრელად მშრომელ ხალხს გვაცადეთ, რომ გავხსნათ iPhone 17. საქართველოში დაიწყო ახალი iPhone-ის გაყიდვები და დღეს ჩვენ წარმოდგენილი ვართ iPhone 17-ით, кейსებით, Apple Watch-ის სამაჯურებით. მე ავარჩიე ლურჯი ფერის 512 გიგაბაიტიანი iPhone 17 Pro Max-ი. შეხედეთ. ძალიან ლამაზია, სრულიად გავაქტიურებელი როგორც ხედავთ. ეს არის clear case-ი, თვითონ Apple-ის წარმოების. ნახეთ, ძალიან ლამაზია. ჩავაცვათ iPhone-ს. ხელშიც ძალიან კარგად ზის, მატერია ძალიან კარგია, ის სხვა clear case-ებისგან განსხვავებით, ხო, რაღაცნაირად ილიფრება ხოლმე ისინი და ეს მართლა ძალიან კარგია. ყოველთვის Apple-ს ქონდა ხოლმე fine woven-ი. Fine woven-ი იყო ძალიან უხარისხო, თვითონ Apple-მაც აღიარა მისი უხარისხობა და ამიტომაც შემოგთავაზა წელს tech woven-ი, რომელიც არის ახალი მატერია. ძალიან ლამაზად გამოიყურება. შეხედეთ. ახლა Apple Watch-ის ბენდის გავხსნათ, რომელიც ძალიან უხდება ამ ლურჯ ფერს და ვნახოთ, მაქვს ასეთი სამაჯური, რომელიც არ არის Apple-ის წარმოების და აი მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ იგრძნობა ის, რომ კარგი ხარისხი გაკეთებული. მოკლედ, ფერსაო, ნათქვამია. ვინც iPhone-ის შეძენას გეგმავთ და აქვს სურთ, რომ ჩვენი რეგიონისთვის წარმოებული iPhone-ი შეიძინოთ, უნდა შეიძინოთ iSpace-ი, რადგანაც iSpace-ი არის Apple-ის ოფიციალური პარტნიორი, ASPIS-ი, დედა კომპანია iSpace-ის, რომელიც მთელს მსოფლიოში ახდენს Apple-ის პროდუქციის ტრანსპორტირებას და არის ძალიან სანდო პარტნიორი Apple-ისთვის. ვინ უნდა განახლდეს 17 Pro-ზე და 17-ზეც, შეიძლება ასე ითქვას. ჩვენ მქონდა 16 Pro Max-ი. 16 Pro Max-ის მთავარი პრობლემა იყო გაცხელება. ძალიან ცხელდებოდა, iOS 26-ის შემდეგ საერთოდ გაგიჟდა და გადაირია, მაგრამ ახალი გაგრილების სისტემის გამო, რომელიც აი აქ აქვს, iPhone 17-ს, ეს vapor chamber-ი, ანუ წყლის გაგრილების სისტემა აქვს. მინდა გითხრათ, რომ setup-ის დროსაც თუნდაც ინფორმაციის გადატანა გადმოტანის დროს, ან სხვა ნებისმიერ თამაშის დროს და საკმაოდ მიყვარს მე მობილური თამაშები და ვთამაშობ ისეთ თამაშებს, როგორც არის Call of Duty და ასე შემდეგ. ტელეფონი უბრალოდ ოდნავ თბება. მირეკავე. ხოდე თუ ტექნერდი ხართ ჩემსავით და iPhone 16 Pro-ს გაცხელება საკმაოდ ცუდად მოქმედებს თქვენზე, რეკომენდაცია 100%-ით, რომ iPhone 17 Pro-ს შემდეგ ნამდვილად დაივიწყოთ მაგ პრობლემას. გარდა ამისა, ძალიან კარგი გამოსაყენებელია, ფორმები ბევრად დახვეწილი აქვს, კამერა აქვს საოცარი, ვიდეო გადაღების ფუნქციები, სხვადასხვა open gate და ასე შემდეგ, ხო ხარ, შეიძლება ყოველდღიურობაში არ დაგჭირდეთ, მაგრამ ვინც კონტენტ კრეატორები ხართ, ძალიან გამოგადგებათ. და ნუ ფოტოები 8x-ი zoom-ი, ასე შემდეგ. იყიდეთ iPhone 17 Pro, თუ გაქვთ სურვილი და ბიუჯეტი და დამიჯერეთ უკმაყოფილო ვერც ერთ ასპექტში და ფაქტორში ვერ იქნებით. შეიძლება ითქვას, რომ iOS 26-ის ბაგები რომ არა, სრულყოფილი smartphone-ი არის მათთვის, ვისაც სურს სტაბილურობა, საუკეთესო კამერა, საუკეთესო პროცესორი, A19 Pro საოცარია და მოკლედ მომავალ შეხვედრამდე.